მეგობრებო, მოგესალმებით, მე ვარ გიორგი იაკობაშვილი. დღეს ვიწყებთ მოგზაურობას ტაო-კლარჯეთში. ეხლა ვიმყოფებით ფარავანზე. აქედან გადავალთ კარწახის საბაჟოს გავლით უკვე ტაო-კლარჯეთში, სადაც დავათვალიერებთ ჩვენს ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობას. აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი არხი და თვალი ადევნეთ. ესე გამოიყურება დილის 6 საათზე ფარავანის ტბა. დღეს არის 9 მაისი. აი ულამაზესი ფარავანის ტბა. გადმოვკვეთეთ საქართველოს საზღვარი, ახლა ვდგავართ თურქეთის მხარეს. მივდივარ ჩვენ ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის სანახავად ტაო-კლარჯეთში. აი მეგობრებო, ვდგავართ თურქეთის მხარეს. ახლა უნდა გადავკვეთოთ თურქეთის მხარე და გადავიდეთ ჩვენს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის სანახავად ტაო-კლარჯეთში. მეგობრებო, თურქეთის საზღვარი გადმოკვეთილია. ახლა მივდივარ ჩემს ტრანსპორტთან, რომლის მეშვეობითაც უნდა მოვიარო 3 დღის განმავლობაში ტაო-კლარჯეთის ისტორიული ძეგლები, უმნიშვნელოვანესი ძეგლები. მეგობრებო, ჩამოვედი ქაჯის ციხის გადასახედზე. მოგეხსენებათ, ქაჯეთის ციხე პირველად იხსენიება ლუსმურ დამწერლობაში. შემდეგ ერთ-ერთი ბერძენი უცნობი ისტორიკოსი მოიხსენიებს მას და იძახის, რომ სოფლიოში ერთ-ერთი უმძლავრესი ციხე იყო. ტროას კედლებიც კი ვერ შეედრებოდაო მის კედლებსო და ახლა ვნახოთ. აი მეგობრებო, ვიმყოფები ქაჯეთის ციხის გადასახედზე. აი ქაჯეთის ციხე, რომელიც პირველად მოიხსენიება ლუსმურ დამწერლობაში, როგორც მრისხანე ციხე. შემდეგ მე-6 საუკუნის ბერძენი ისტორიკოსი მას მოიხსენიებს ქაჯის ციხეთ, უпростоრად ციხეთ, სადაც მაგიას ფლობდნენ. აქ იყო ორი ტოპონიმი, ანუ რაბათი და საბადური. აი ესე გამოიყურება ქაჯის ციხე და ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია როგორც ადგილი, სადაც ცხოვრობდნენ ადამიანები, რომლებიც ფლობდნენ მაგიას. აი ესეთი სილამაზე არის. მეგობრებო, ჩამოვედით, ვიმყოფებით ბანას კათედრალის მიდამოებში და ახლა უნდა გადავიღო ბანას კათედრალი და განახოთ დღევანდელი მდგომარეობით როგორ გამოიყურება. დღეს არის 2025 წლის 9 მაისი და ვიმყოფები ჩემ ჯგუფთან ერთად ბანას კათედრალთან. აი მეგობრებო, ბანას კათედრალი აი ესე გამოიყურება, რომელიც გახლავს მე-11 საუკუნის ძეგლი, თუმცა ამაზეც დავამიდის მეცნიერების ნაწილი იძახის, რომ მე-7-8 საუკუნეებში აქ იყო ტაძარი და შემდეგ მოხდა მისი გაფართოება, ანუ ბანაზე მაქვს საუბარი, თუმცა უმრავლესობა მეცნიერების ამ მოსაზრებას არ ემხრობა. აი ეს ვითარება, რა მდგომარეობაში დღეს ბანა იმყოფება, არის ყარსის ომის შედეგი. აქ 1853 წელს იმოგზაურა გერმანელმა მოგზაურმა კოხმა, რომელიც ბანა იხილა სრულიად ისეთ მდგომარეობაში, ანუ მთელი იყო, არ იყო ესე ჩამოქცეული და იგი ამბობს, რომ მთელს აღმოსავლეთში კონსტანტინოპოლის შემდეგ ეს არის უნიკალური ძეგლი, რაც კი მინახია. ბრძანებს კოხი. აი ესე გამოიყურება დღეს ბანა. ეხლა შევვალთ შიგნით და შიგნიდანაც განახებთ რა ვითარება. მეგობრებო, ბანა თავისი სიდიადით. აი შემოკარგებო. ბანა თავისი სიდიადით. აი ესე გამოიყურება. აი ჩამოქცეული და დღეს აი ესეთ ვითარებაში მყოფი ჩვენი
ბანას ეკლესია. მაგაზე ვიძახოდი ზუსტად. ჩვენი ჯგუფი ჩუქურთმებზე იძახის. ეს არის მეგობრებო საოცარი. ესე გამოიყურება ჩვენი დიდებული ბანა, რომელიც ყარსის ომს შეეწირა. ესე გამოიყურება ხახულის ეკლესია, რომელიც დავით მესამე კურაპალატის მიერ არის აგებული მე-10 საუკუნის მეორე ნახევარში. აქ 100-მდე თემი იყო, 100-მდე სოფელი და ის სწორედ ოსმალებმა, როდესაც ეს ტერიტორია დაიპყრეს, გადაკეთდა მეჩეთად აქაურობა და ამან შემოინახა კიდე ტაძარი აი ამ მდგომარეობამდე. ეხა შიგნით მოქმედი მეჩეთია. შევალთ და განახებთ. აი მეგობრებო ხახული თავისი სიდიადით. დღეს მოქმედი მეჩეთია. აი ეს პატარა ტაძარი. ველოდებით ეხა იმამი მოვიდეს რომ გაგვიღოს. ულამაზესი ხახული მეგობრებო. არ გვიღებენ. რაღაცა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობსო. არ ვიცი. ჩემო მეგობრებო, ყველას მოგესალმებით ოშკიდან. აი ესე გამოიყურება ოშკი, რომელიც ოსმალეთის დაპყრობის შემდეგ, ამ ტერიტორიების დაპყრობის შემდეგ გვიან შუა საუკუნეებამდე ქართველებმა არ იცოდნენ ოშკის არსებობის შესახებ და უკვე 1843-48 წლებში ვენეციელი სომეხი ჩამოდის და ნახულობს აღმოაჩენს ოშკს. შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები ვითარდება. ჩამოდიან ქართველები, სამ ექსპედიციას ატარებენ, აზომავენ, კერძოდ 16 თაყაიშვილზე მაქვს საუბარი, აზომავს ოშკს, სამი ექსპედიცია ჩაატარა 16 თაყაიშვილმა აქ, აი ესე გამოიყურება ოშკი, ეს გახლავთ ოშკის აი ეს ცნობილი სასულიერო სემინარია, ამის უკან არის ბიბლიოთეკა, შეგიძლიათ სურათები გადაიღოს, აი ესე გამოიყურება სევდიანად ოსკი. მრავალგზის ნატანჯი. აი ნახეთ ხალხო, აი ნახეთ, ეს არის ჩვენი რელიგიური, კულტურული, ისტორიული მემკვიდრეობა. აი შეხედეთ, ყოველი თქვენთაგანის, ყოველი ქართველის ვალია ჩამოვიდეს აქ ტაო-კლარჯეთში და პატივი მიაგოს თავის წინაპრებს. უკალებლივ ყველა ქართველის ვალია, ვისაც თავისი სამშობლო უყვარს. აი მეგობრებო, ნახეთ, ნანგრევებად ქცეული ოშკის სასულიერო სემინარია, ბიბლიოთეკა. აი ესე გამოიყურება, აი დღეს 2025 წლის 9 მაისი გახლავთ. აი ესე გამოიყურება აქაურობა. ბატონებო. აი ნახეთ. ბალახს მიაქ აქაურობა. ჩამოდით ქართველებო, ჩამოდით. აი ჩვენი დიდებული ოშკი. მეგობრებო, ყველას მოგესალმებით. ჩამოვედით თორთუმის ჩანჩქერზე. აი ესეთი კადრი, მეგობრებო, თორთუმის ჩანჩქერის არის ძალიან დიდი იშვიათობა. მოდით გაგანია ზაფხულში თქვენ აქ და ესეთ რამეს ვერ ნახავთ. ეს იცით რისი ბრალია, მთაში თოვლი როდნება, იმის შედეგია. ნახეთ რა ლამაზად. მეგობრებო, ყველას მოგესალმებით. ვართ ტაო-კლარჯეთში. ეხლა ჩამოვედით ჩემს ერთ-ერთ უსაყვარლეს ეკლესიასთან მოვედით. ეგრეთ წოდებული 400 ეკლესია. აი ახლა ავდივართ
და განახებთ ოქროს მაძიებლებმა აქაურობა რა დღეში ჩააგდეს. ზოგადად რა მდგომარეობაშია ოთხთას ეკლესია, რომელიც ოთხი მახარებლის სახელობის არის და დავით მესამე კურაპალატის მიერ არის აშენებული. უნიკალური ძეგლი, უნიკალური. თქვენ ნახეთ რა საყვარლები არიან. მერაბა. აი ესეთი ბილიკის მეშვეობით ადიხართ ოთხთას ეკლესიაში, უნიკალურ ეკლესიაში. აი ოთხთას ეკლესია მეგობრებო. ეხლა შევალთ შიგნით. მეგობრებო, ბერჯავახა დავის ამპულაშია. აქ ჩანს სამი რაღაცა საქართველოსთვის. ვაზი, რა თქმა უნდა, შენება, წმენა, საოცარი არქიტექტურა და ყველაზე მთავარი, რასაც შეგნებულად ვერ იდები. ცოდნა. ჩვენი დიდი სასულიერო პირები ცოდნაზე არასდროს არ ამოდენილვარს. თუ გინდა ეს დაწერეთ, არ გავან გაძეპინებულოცვიან დღევანდელ დღეებს, რა თქმა უნდა, ყველას არ გულისხმობ. იმიტომ არის, აი რას ნიშნავდა სწავლა. ნებისმიერ ქართულ მონასტერთან მიდიდა სასწავლებელი და სემინარიას აუცილებლად მოხდა. რა თქმა უნდა, მაშინ სასწავლებელი იყო უბრალოდ ეს სემინარიის სახელი არ არსებობდა. აი ესეც ამას დასწრებს, რომ რამხელა ყურადღება ექცევა განათლებას. ვერ არავის ისონა ავანიკო, თუ ის ადამიანი არის საკუთარი ეპარქია იყო რეალობა დღევანდელ რასაც ტაუპარში წოდებს ეს არის აქამდე ეს არის. ბეთის, თქვენ ნახავთ, თქვენ ნახეთ, ბეთის, ანჩიახიზას, ბანის ერუშეთის და იშხნის. ეხლა ჩვენ იშხნის ეპარქიის ტერიტორიაზე ვართ, კონკრეტულად გამხრალი ისაკვირებოს კავკასიძეების ტერიტორიაზე და ოთხთას მონასტერში, ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ მონასტერში. რატო იდუმალში ეხლა გეტყვით? მაგრამ ამანამდე გეტყვით სახელს, რატო ქვია ოთხთა? სამწუხაროდ გავრცელდა სრულ ინფორმაცია, რომ ოთხთა არის ღვთისმშობლის სახელობის, არა. ოთხი მახარებლის. ოთხი მახარობლის სახელობისაა ეს ერთი ვერსია და მეორე მეორე. ოთხთა არის ეხლა ჩვენ აუკლადის რენესანსის ხანაში ვართ, ეს არის ის პერიოდი, როცა დავით კურაპალატის ოქროს ხანა, დავით კურაპალატი არის რაც საქართველოს დავით აღმაშენებელი, ეს არის აუკლადის არასდროს არ ქმევია ერთმა ქართველთა სამეფოში და მეოთხე ააშენაო. პირველი დაიწყო უფლისწულმა ოშქში, ოშქში ვინც ახლა ნაყოფი გინახიათ, ბარელიეფი ბაგრატთან ერთად. მეორე ააშენა წარხალი, საუკუნეო წარხალი, ხახული და მეოთხე ააშენა ოთხთაო და ამიტომ ქვია. ნუ რომელი ვერსიაც გინდა ის დაიწყუნეთ, ეს ფაქტი მოვაქ, მაგალითად გიორგი კალანდიას რაც შეცდომაშია, ეს არ არის ღვთისმშობელი. ეს არის უბრალოდ სიონ, ანუ დედა ეკლესიის სიმბოლო, არაფერს უარჩია ღვთისმშობელი. ეს არის ოთხი მახარობის სახელობის. ხა საინტერესოა, რომ ოთხთას მონასტერი რატომ მიყვარს? რატო არა ყველაფერი მიყვარს აქ თელტაოში ყველა კენტი, მაგრამ ოთხთას მონასტერი იმიტომ მიყვარს, რომ ეს არის თელტაუგარცის ტერიტორიაზე ერთადერთი ძეგლი, სადაც არასდროს არ ყოფილა მეჩეთი. ასეთი რაღაცა ლეგენდა, ეხლა ბევრი მუსლიმი მეგობარი ყავს, რაღაცა ანტიმუსლიმს კი არ ვლაპარაკობ, უბრალოდ იცოდეთ, რომ მაჰმადიანისთვის ოთხთა არის დაწყებული. ეს თურქული ანდაზა ოთხთასთან ახლოს არავინ სახლობს, იმიტომ რომ მუსლიმმა ვერ გაიხარა ოთხთასთან და მართლა ორი ძალიან საინტერესო ისტორია გვაქვს. ერთმა მოლამ დააპირა მეჩეთის გახსნა, ხადაეცი და მოკვდა მოლამ, მერე წყემს მას შემორეკაო ცხვარიო, ვარცობის შემოვარდა და დამარხა და მერე ერთი ოქროს მაძიებელი დაიმარხა, ამიტომ ოთხთა დაწყებულია მაჰმადიანებისთვის, ამიტომ ოთხთას არავინ არ ეკარება, ოთხთასთან ახლოს არავინ სახლობს. გიორგი ცხენის ისტორიას მოყევი, რა გახოცე. რომელიც ცხენი? აი გოგოზე რო არის თმები. ცხენის არ არის, ეს არის რომ
კავკასიძეების ასული, როცა 400 მონასტერი ვერ დაამთავრეს ბაგრატონში და კავკასიძეების ასულმა მოიჭრა ოქროს ნაწნავები და შესწირა 400 დაცარსო. 400-ში კი მაჰმადიანები ერიდებიან მორწმუნეების თავისთავად, მაგრამ ოქროს მაძიებლები არ ერიდებიან და აი ეს მაგალითად ჩარშანარი ამოთხილე ოქროს მაძიებლად დღესაც გრძელდება. რა არის არქიტექტურული სტილი? ეს არის სამნავიანი ბაზილიკა. ბაზილიკა პირველ რიგში რა არის? რასთვის არის ბაზილიკა? სამკუთხედი და ხო და რატო ასე? გუმბათი არა. არა. ბაზილიკა ასახავს ნაოს, ნოესპიდობას, სამყაროს გადაცურვას, ბათაშორის ტაოში ყველაზე მეტი არქიტექტურული სტილი გვაქვს. საუკუნეები წვალობდა ტაოში გვაქვს აბსოლუტურად ყველაფერი. გუმბათები, სამნავიანი ბაზილიკები, კიდე ცენტრალური გუმბათონები, ტიტროქტი, უზარმაზარი ოშკი, კათედრალი, პირველი კათედრალი აქ აშენდა, ხო? ოშკი კათედრალია. 4-თა იყო ძალიან მისტიკური მონასტერი და ეს არის სამნავიანი ბაზილიკა. ნახეთ, ცენტრალური ნავი, როგორაა შეკრული, კარგად გადარჩენილი და მარჯვენა და მარცხენა ნავები. საინტერესო რომ 4-თა მოიხატა კავკასიძეების ხელნახვით, მოიხატა ხოლო შუანავი მოიხატა და აქ ფენა დევს ეს იერარქიული ფენები. ნახეთ, დიდი ალბათობით აქ უნდა ყოფილიყო 4 მახარობლის ხატი და შუაში უნდა ყოფილიყო მაცხოვრის ხატი. შემდეგ მოდის ანგელოზები, მთავარ ანგელოზები და ბოლოში სუმაღლა მაცხოვრის სახე უნდა ყოფილიყო, რომელიც აი ესე დღეს უკვე აღარ არსებობს. საინტერესო რა მეგობრებო, მოგესალმებით, აგერ ვიდეოში უყურებთ, ეს არის კავკასიძეების ციხე. ანუ იგივე 4-თა ციხეთ მოხსენიებული მურვან კავკასიძის მიერ აგებული, ამ წარწერაში ესია მითითებული. ვიმყოფებით ტაო-კლარჯეთში. ამ პერიოდში ჩანს მხოლოდ კავკასიძეების ციხე. დანარჩენი პერიოდი სულ დაძირულია. აი, ნახეთ რა ვითარება არის. აი. კაშხლის აი ესე გამოიყურება აღდგენის შემდეგ. დიდებული იშხანი, მეგობრებო. იშხანში, მეგობრებო. იშხანი. სარკმელია, ნახე, ღია ეს სარკმელი. შესაბამისად ხა. არქიტექტურა რო იყოს, მხოლოდ ეს სარკმელი ასე მიშენებული აქ არ იქნებოდა. საუბარია პირველ ტაძარზე. ვთქვათ რომ მე-7 საუკუნის იშხანი არის ეს და ეს ბაზილიკა არა, დარბაზული ტაძარია, ჩატანებული ან გუმბათოვანი, საერთაშორისო გუმბათი ჩატანებული საკუთრებით. ამით თავდება იშხნის პირველი პერიოდი, იშხანში 4 სხვადასხვა პერიოდია. ეს პირველი ეტაპია. მე-7 საუკუნეში მთელ ტაო-კლარჯეთს, ანუ რასაც ჩვენ ხალხს ტაო-კლარჯეთს უწოდებთ, გადაუარა ორ უბედურებამ. ჯერ არაბობამ, მაგალითად მურვან დამასკუელი, ვინ არის მურვან დამასკუელი, ჩვენთვის ხალხაცნობილი მურვან ყრუმ. შემდეგ მეორე უბედურება მედიცინის ისტორიკოსები წერენ, გადაუარა ეპიდემიამ და პრაქტიკულად ყველაფერი იყო მიწასთან გასწორებული. მოსახლეობა იყო ძალიან მეჩხერი, მხოლოდ რამდენიმე ტაძარი გვაქვს. ალბათ 2-3 იყო თელ ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე მოქმედი. ერთ-ერთი ოპიზა, ყველაზე ძლიერი და რაღაც პატარა მცირე სამონასტრო ცხოვრება ძალიან აი როგორც ნაპერწყალიო ჩამქრალ ბუხარში ასე იყო ქართულთა სამეფო როგორც გიორგი მეჩხლიანის ხო. როცა მოდის აქ ვინ? გრიგოლ ხანძთელი თავის ვისთან? საბასთან, ქრისტეფორესთან. საბა იშხნელთან ერთად, რომ საბა შემდეგ შეეწოდა, ხო იწყება სამონასტრო ცხოვრება, საბა მიუვალ კლდეზეო იპოვაო სულათო მივარდილიო გაუბედურებულიო და მაშინ იწყება მეორე ეტაპი საბა იშხნელს აღადგინა და აქედან დაიწყო იშხნის ეპარქიამ არსებობა. თუმცა საბას ამის მერე ეწოდა იშხნელი. და ასე ჩამოყალიბდა შემდეგში იშხნის ეპარქია. ესეც არ არის ჩვენ. დიდი ალბათობით საბა იშხნელის პერიოდიც შემდეგ საძირკველში დარჩა.
იშხნის ყველა დიდ რესტავრაციას იწყებს აბა თუ მივხვდებით რომელი მეფეა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქარიზმატული მეფე შეწერდა ღვთისშვილთან მე მეფეთა გიორგი მან ვაშენეს ეს ტაძარი ღვთისმშობლისა სახელზე ქრონიკოს არ გეტყვით მემოკარგო მე ვარ მესითა ხავ თავე ცხოვრებასა შინაო ეს არის უცნაური მეფე თუ მივხვდებით ვინ არა გიორგი მეორე ეგონათ დიდხანს დავით აღმაშენის მამა მაგრამ მე დიდმა ვახტანგჯობაძე გააძინა რომ ჩამოთვლით ტიტულატურაში არ არის არც კურაპალატი, არც მაგისტროსი, არც სევასტოპოლი და ეს ბიზანტიური ტიტულები, იმიტომ რომ ერთადერთი მეფე, ვინ ბიზანტიას პირდაპირ უხეშადეუნება ყველაფერზე უარს, ეს არის კონსტანტინე გამსახურდიას გმირი, ძალიან ქარიზმატული მეფე, ძალიან პატრიოტი, არანაირ გარდიმანდი, გიორგი პირველი, მესიის მახული თავის თავს უსწოდებს, იმიტომ რომ ერთადერთი მეფეა, ვინც ბიზანტიურ ტიტულებზე უარს ამბობს. თქვენ იყოთ გენდლა მე შემეშვითო, ამიტომ არ დავით აღმაშენებელის კრიტა რაღაც პერიოდზე მაგისტროსის ტიტულს ატარებს, სანამ არ გაძლიერდა. მაგრამ უბედური შემთხვევა გაურკვეველ ვითარებაში გიორგი მეფე გადასული კონსტანტინემ ნადირობისას მოკლა მაგრამ ვერსია რომ მოეწამლეს ბიზანტიურ დაზვერვამ ის ვერ მოესწრო ნახევარზე ამოიყვანა ტაძარი და საბოლოოდ ტაძარს აშენებს მისი შვილი ბაგრატ მეოთხე მე ნახე მე გლახატ მანსურიტმან ანტონების კომოსე ვაშენეს ტაძარი ნახე ძვლის არქიტექტურიდან გავიგეთ ივანე მურჩაიძის ხელითა და ხედავთ ქრონიკოლის კარაგმას სპვ მეგობრებო, ყველას მოგესალმებით. გუშინ და დღეს ნაწილი დღის ვიყავი ტაოში. ეხლა გადავდივარ უკვე კლარჯეთის მხარეს. თუ მოვასწარი დღეს უნდა მოვინახულო აუცილებლად ხანსტის მონასტერი, ასევე ნუკას საყდარი და დოლისყანა. ეხლა კი ყავისთვის და ჩაისთვის გავჩერდი ერთ ძალიან მაგარ ადგილას. ძირითადად როცა ტაო კლარჯეთში ჩამოვდივარ, ყოველთვის ამ ადგილას ვჩერდები, საიდანაც არნახული ხედი იშლება. ეხლა განახებთ, აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი არხი. აი მეგობრებო, ესეთი ხედი იშლება, სადაც მე გავჩერდი ეხლა აქედან კაშხალზე. ეს ყოველივე არის კაშხალი. ეხლა გადავდივარ უკვე კლარჯეთში. გუშინ და დღევანდელი დღის ნაწილი ვიყავი ტაოში. ესეთი ლამაზი ხედი იშლება იმ ადგილიდან, სადაც ამ წუთას ვიმყოფები. აუცილებლად იმოგზაურეთ ტაო კლარჯეთში. მოილოცეთ ყოველივე ის, რაც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს. მეგობრებო, ყველას მოგესალმებით. აი პირდაპირ შეხედეთ დაკიდული რომ არის. აი ეს გახლავთ ნუკას საყდარი, რომელზეც თავის დროზე მიდიოდა დავა და დღესაც რამოდენიმე ადამიანი დაობს რომ ეს იყო ხანსტა, თუმცა უკვე დამტკიცებულია რომ ეს ხანსტა არ არის და ეს არის ნუკას საყდარი, რომელიც თარიღდება მე-8 საუკუნით. ხანსტა გახლავთ აი ამ ნუკას საყდრის უკან და ხანსტის უკან კიდე არის უკვე ცოტა ზევით ოპიზას მონასტერი. აი აქედანაც შეგიძლიათ ხანსტაში გადასვლა ამ გზიდან, მაგრამ ძალიან ცუდი გზა არის. ამიტომ ახლა უკან უნდა დაუბრუნდეთ და სხვა გზიდან ავიდეთ ხანსტის მონასტერში. გეწეოდეთ ყველას. სადაც დიდი გრიგოლი მოღვაწეობდა. მეგობრებო, მოგესალმებით. ჩამოვედით დიდებულ ხანსტაში. ეხლა პატარა ბილიკი მაქვს გასავლელი, რომ ხანსტის მონასტერში ავიდე. უკვე ბილიკზე ვდგავარ. და ვალ განახებთ რა მდგომარეობაშია დღეს ხანსტის მონასტერი. მეგობრებო, ის წყარო, სადაც პირველი ეკლესია იდგა. ხანსტის წყარო. აქ იდგა პირველი ტაძარი. მეგობრებო, აი ეს გახლავთ ხანსტის სამრეკლო. ამოვედით ადგილას, სადაც დიდი მამა გრიგოლი მოღვაწეობდა. აი ხანსტის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. აი
აი მეგობრებო, ბოდიშ ერთწამ, ბოდიშ. აი მეგობრებო, ხანსთის ეკლესია ნახეთ გუმბათი რა დღეშია. ღმერთო. დიდება შენ სახელს. ხანც და მარჯობათ. მეგობრებო, მოგესალმებით ყველას არტანუჯის ციხის მისადგომებთან, რომელიც დიდმა ვახტანგმა დაარსა. აი ხა იწყება ჩვენი აღმასვლა არტანუჯის ციხეზე. მეგობრებო, არტანუჯის ციხეზე ასვლის თემა შევარეხა. აი ესე ავდივართ არტანუჯზე აი გზევით. ესეთი ხედი იშლება მეგობრებო არტანუჯის ბილიკიდან. აი აგერ მეგობრებო ჩვენი მერაბიკო მიდის პირველი არტანუჯზე. მეგობრებო ჩვენი ნათია და მისი სტაფი. ავდივართ მეგობრებო. ავდივართ რთული ბილიკით არტანუჯის ციხეზე, რომელიც ვახტანგ გორგასალმა დაარსა. აი მერაბი კურირებს ახლა ჯგუფს, რომ ვინმეს რამე არ მოუვიდეს არტანუჯის ციხის მისადგომებთან. ეს ჩვენი ჯგუფი აი ჩვენი ჯგუფი აი გენაცვალეთ მეგობრებო, აი შეხედეთ, ეს არის ჩვენი ჯგუფის ნაწილი. აგერ დგანან ისვენებენ და ვართ არტანუჯის ციხის მისადგომებთან. სამმა კაცმა დაიხია მარტო უკან, მეგობრებო, დანარჩენი ყველა ამოვიდა. მეგობრებო, აი ესე ამოყვავს ჯგუფი არტანუჯის ციხეზე. ნაწილი ხალხი გველოდება აგერ აი აქ. აი მერაბ მოკიდე ხელი. ნათია მოდი ხარ არ გამაგიჟო, ამოსული ხარ და არ მოვდივარო. მეგობრებო, არტანუჯის ციხეიდან ჩავდივართ ხა დაბლა. პოლიციას გამოუძახეს, ანუ საქართველოს დროშები დაინახეს გაშლილი და ჟანდარმში დარეკა ვიღაცა თურქმა. და ხა ჩავდივართ დაბლა. იმედია არანაირი პრობლემა არ შეიქმნება.
როგორ? მიდი მალე ოღონდაც. მეგობრებო, ნახეთ რა რიგი დადგა არტანუჯიდან ჩამოსვლის. შეხედეთ მერაბიკოს როგორ ჩამოყავს ახალგაზრდა მთავსვლელები. Rogatișo mene çamo. აი. შო გავთიშე. Ura! Me buqabro adam çi. Adam çi. მეგობრებო, მოგესალმებით. აი ჩვენი ჯგუფი შემოვიდა ჯოჯოხეთის კანიონში, რომელიც არის ბუნებრივი ძეგლი. ანუ კლდი არის ორად გაყოფილი. და ამ ადგილს ეძახიან ჯოჯოხეთის კანიონს. ხალხი შემოდის აქ ლამაზ სურათებს იღებენ და გადიან უკან. აი ჩვენი ჯოჯოხეთის კანიონი. ვიმყოფებით ჯოჯოხეთის კანიონში. ხალხი ესეთი სიხარული ჯოჯოხეთის კანიონში, ჯოჯოხეთში მოდიოდეს პირველად ვნახე. აი მეგობრებო, ეს გახლავს დოლისყანის ეკლესია, რომელიც ვარაუდობენ, რომ გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების დაწერამდე მოხდა მისი მშენებლობა. აი ესე გამოიყურება დოლისყანა. თავის დროზე აქ იყო მეჩეთი, ანუ ჯამე, სასწავლებელი. აი კიდე ამან შემოინახა აქამდე. აქ იდგა მეფის გარნიზონი, ანუ ისტორიულ წყაროებში ესე არის, რომ მეფის გარნიზონი იდგა აქ. აი იქითკენ არის მოხსენიებული სუმბატი მეფე ერთ-ერთ წარწერაში. მეგობრებო, ვიმყოფებით დოლისყანაში. აი მეგობრებო, ტბეთის მონასტერი აშოტ კუხის მიერ დაარსებული, აი ესეთ მდგომარეობაშია, რომელიც აფეთქებას შეეწირა, ააფეთქეს ეს ეკლესია. ეკლესია გახლავთ ღვთისმშობლის სახელობის უნიკალური და ულამაზესი ჩვენი ქართული მემკვიდრეობის ძეგლი. აი მივიდეთ ახლა მეგობრებო, შეგეწიოთ ღვთისმშობელი ყველას. აი, მეათე. აშოტ კუხის მიერ არის აშენებული. აი ესეთ მდგომარეობაშია მეგობრებო, ტბეთის მონასტერი, რომელიც ოქროს მაძიებლებს გაუმაძღრობა შეეწირა. არავის არაფერი არ უყოვია. აი ფრესკა ნახეთ, შეხედეთ. აგე. ხახში.